მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Business Behind Sports, Beyond Sports-ის მეხუთე ეპიზოდს. სამ ეპიზოდზე გადავალთ. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ეპიზოდების სპონსორი არის King-Ladze Foundation, ქართულ სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული ფონდი. დღეს ჩვენი სტუმარი არის რეზი ხუნწელია. რეზი, როგორ ხარ? კარგად, მადლობა თავად. კარგად, მადლობა. კარგად, რეზი. მოკლედ მინდა თქვა, რომ ეს ჩვენი მეხუთე ეპიზოდი განსხვავებული იქნება. ყოველთვის ლაპარაკობთ ჩვენ ბიზნეს სპორტზე და სპორტს მედიაზე არ გვისაუბრია. და დღეს სწორედ ეს ეპიზოდია და შენს ასე ვთქვათ, განსწავლული ხარ ამ კუთხით, ამ საკითხში და პირველი შეკითხვით რო დავიწყოთ, რა იყო თავარი გარდამტეხი მომენტი სპორტს მედიაში, რამაც ბიზნეს მოდელი შეცვალა ამ საკითხის და ამ თემის. პირველ რიგში მადლობა. კარგია რომ ასე ვთქვათ, ისეთი ენთუზიაზმით უდგებით ამ საქმეს და თქვენც შეიძლება ითქვას, რომ აი სპორტს მედიის ნაწილი ხართ ახლა. იმით რომ გაქვთ თქვენი პოდკასტი, გაქვთ თქვენი პლატფორმა და ესაუბრებით აუდიტორიას და რა შეცვალა პირველ რიგში და რა შეცვალა რო იკითხე პირველ რიგში ეს შეიცვალა, იმიტომ რომ მედია, სპორტის მედია როცა იყო რაღაც თავის საწყის ეტაპზე რაღაც ბეჭდური მედია, ეგ იყო ჟურნალისტების ხელში, გამომცემლების ხელში, როცა ტელევიზიები იყვნენ, ასე ვთქვათ, წამყვანი ფლაგმანები პლატფორმები მათ ხელში, ანუ იმის თქვა მინდა რომ ვინ ფლობს ნარატივს და ვინ ავრცელებს მესიჯს, ის ფლობს თლიანად ამ სფეროს და ბიზნეს პროცესებს და ყველაფერს ხდები და განსხვავება ზუსტად ეგაა და თავარი ცვლილებაც ეგ არის, რომ დღეს სოციალური მედიის, ციფრული მედიის ერაში კლუბს და აუდიტორიას შორის, ფეხბურთელს და აუდიტორიას შორის ეს კომუნიკაციაში შუამავლები გაქრნენ. და შუამავლებს იმაზე უფრო მეტი როლი ქონდათ, ვიდრე რაღაც ტექნიკურია, იმიტომ რომ დღესაც ხო ვიცით არის ხოლმე ფანები ხართ ალბათ ფეხბურთის ყველანი და იცით მაგალითად რომელ ჟურნალში და რომელ გაზეთსაც წაიკითხავთ ვიზე რა კუთხით წერენ. ისევე არის ტელევიზიებშიც. ეგ იყო ყოველთვის ასე, იმიტომ რომ ყველას რაღაც თავისი პოლიტიკა აქვს, თავისი მიდგომა აქვს, თავისი მეთოდები აქვს, იცის რა არის მისი პრიორიტეტები, იცის და ეს ყოველთვის მათ ხელში იყო და ხა წარმოვიდგინე რომ მარტო ეგ იყოს მედია და ეგრე იყო მედია ხო, როცა ბეჭდური მედია რადიოზე და ტელევიზიაზე ვსაუბრობთ, ასე იყო ესეთ მეტაკლებად ცენტრალიზებული, მეტაკლებად მათ ხელში იყო ყველაფერი ეს პროცესი და კლუბსაც კი ხა შენ თუნდაც რაღაცა მადრიდის რეალიც რომ იყო, შენი მედია თუ არა გაქვს დამოკიდებული ხარ პრინციპად რაღაც ფრანს ფუტბოლერას დაწერს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს თუნდაც ოქროს ბურთის დაჯილდოებები, ეს ბალონ დორი და ყველაფერი არის მედიისგან წამოსული. ანუ ის გეუბნება შენ, ვინ არის სოფლის საუკეთესო. და დღეს უკვე რეალობა ესეთია, რომ თქვენაირი ადამიანები, გულისხმობ რაღაც მედია წარმომადგენლები, რაღაცა ინფლუენსერები, მედია ინფლუენსერები სპორტისთვის საინტერესო ადამიანები უკვე თვითონვე არიან ამ პროცესში ჩართული და მათ აღარ ჭირდებათ ეგეთი ისეთი ავტორიტეტები, რომლებიც რაღაცა ძველმოდურად უყურებენ პროცესს და ამ ცვლილებამ მოიტანა ის, რომ დაახლოვდა კავშირი უშუალოდ ფეხბურთელს, კლუბს და ფანებს შორის და ეს იმდენად უშუალოა, რომ შენც კი შეგიძლია მიწერო უბრალოდ ფეხბურთელს და ის გიპასუხებს, ხდები? და მან შუაში ვერავინ იქნება ისეთი, ვინც გეტყვის რა როგორ გააკეთო და ეგ არის ის რევოლუციური ცვლილება, რაც მე აისახა საერთოდ ყველაფერზე, რაც ამ სფეროში ხდება. და აი შენი აზრით შემოსავლის სტრუქტურა როგორ შეიცვალა, როდესაც აი ადრე ამ ტრადიციულ მაუწყებლობაზე ვიყავით და ეხლა უფრო სოციალურ მედიაზე და თანამედროვე რაღაცებზე გადავედით. ნახე მანდ რა არის თემა. შემოსავლის სტრუქტურა როგორ შეიცვალა ცალკეულ სივრცეებში, ეგ დამოკიდებულია ის ცალკეულ სივრცეები რამდენად მონდომებული არიან, რომ ეს ახალი შესაძლებლობები აითვისონ. აი საქართველოში ყველაზე ხშირად სწორად ამაზე გვიწევს ხოლმე და მეც რამდენიმე საფეხბურთო კლუბთან მქონია კომუნიკაცია ამ კუთხით. ვისაც უნდა თავისი რაღაცა სოციალური მედია პრეზენსი ქონდეს უკეთესი და რადგან ამ მიმართულებით მუშაობ, მეც მიწევს ხოლმე გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციის. ძირითადი საკითხი სწორედ ეს არის, უკვე ხედავენ საქართველოშიც, რომ ძალიან პრინციპული ცვლილებებია იმისა თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს ბიზნეს პროცესები ციფრულ ეპოქაში. როგორ შეიძლება დივერსიფიცირდეს შემოსავლების წყაროებიც მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გქონდეს, ასე ვთქვათ, უკეთესი პრეზენსი, შენ გქონდეს უკეთესი იმიჯი ადამიანების თვალში. ეხლა ფეხბურთს რაღაც ისე აქვს ხანდახან ესეთი ძველმოდური მიდგომები, იმიტომ რომ აი თუნდაც FIFA არ არის ისეთი ღია, როგორც აი პრინციპად არის NBA ადამიანების მიმართ. იმიტომ რომ მაგალითად NBA ყოველთვის იძახის, რომ ჩემი ყველაზე დიდი PR და პრომოუშენი არის ის 450 ადამიანი, ვინც თამაშობს. და აბსოლუტურად არის ყველანაირად სტრუქტურა ისე მობილიზებული, რომ ამ ადამიანებს ყავდეს
რაც შეიძლება მეტი ფოლოვერი, მეტი ეხმარებიან და ეხმარებიან. ეს დახმარება ზუსტად ამას გულისხმობ, რომ გარდა იმისა, რომ ეხმარებიან ამაში, ეხმარებიან კრეატორებსაც და ინფლუენსერებსაც იმაში, რომ თავიანთი სპორტი, თავიანთი სპორტსმენები და გუნდები გახდნენ პროდუქტები. და მაგის ძალიან კარგი მაგალითი არის ჩემთვის ის, რომ ძალიან ხშირად გარდა იმისა, რომ თუნდაც ჯილიგას მეორადი ლიგების გუნდებთანაც კი პატიჟებენ ხოლმე ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საყურადღებო ინფლუენსერებს, ხოლოდ იმ მიზნით, რომ კოლაბორაციები ისე დაალაგდეს, რომ ეს რაღაცა ეს ყურადღების ეკონომიკის ეპოქაში ვართ ხო, ყველასთვის მნიშვნელოვანია საით წავა ეს ყურადღება, რომ იპოვოს ის მისთვის ტკბილეული წერტილები სპორტმა, სადაც მეტი ყურადღება სჭირდება და აი თუნდაც ის რომ NBA-მ დაუშვა, რომ სტრიმერებს და კრეატორებს შეუძლიათ NBA-ის თამაშების კადრების გამოყენება ის რომ არ დაასტრაიკებს. ეგეც კი არის ძალიან დიდი პრინციპული ცვლილება, რასაც FIFA არ აკეთებს და დღეს მე ძალიან ხშირად მიმუშავია. NBA-ც არ იყო ეგრე ბოდიში, ეხლა ეს ბოლო დრო ის უკლება გადაღების. ეგ ხო ზუსტად როგორ არის მიბმული ამას ვიძახი, თუ კი შენ ხია ხარ ამ პროცესების მიმართ. ეხლა FIFA-სთან პრობლემა ის არის, მე ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა საქართველოშიც გვიმუშავია პროექტები და ავტომატურად იბლოკებოდა ყველა ისეთი პროექტი, სადაც იცოდი, რომ სოფლიო ჩემპიონატის მასალის ან რაღაც ესეთის გაშუქება გჭირდებოდა, იმიტომ რომ FIFA ამის სახში შემოგივარდება პოლიციით ძირითად შემთხვევაში, ხვდები? და ხვდები, იკარგება მასალა, ამით იკარგება ის რაღაცა ინოვაციური მიდგომები, რაც კრეატორებს აქვთ. და რითაც ჭირდებათ, რომ გააცოცხლონ ისტორია, გააცოცხლონ რაღაცა წარსულიც და თუნდაც იმ მომენტებზე ნახე ჩვენ რეაქციების ეპოქაშიც ვარ, ეს სტრიმერი რო სწრაფად აკეთებს რეაქციას და იცის რომ მას არ და რაღაცა დაასტრაიკებენ, ან ამ პროცესებმა ვინც შეძლო, NFL-მა ეგ შეძლო, FIFA-ს დაიწყოს, იმიტომ რომ TikTok-ი ოფიციალური პარტნიორი გახდა სოფლიო ჩემპიონატის, ეგ ზუსტად იმიტომ კეთდება, რომ ის ფული, რომელიც ამჯერად ციფრულ მედიაში და მარკეტინგის მხრიდან ამ კუთხით მიედინება, რაღაცნაირად აისახოს ამ სპორტულ პროცესებზე და თუ კი ცალკეული ადამიანების, ანუ სპორტსმენების, ათლეტების კუთხით, ან კლუბის კუთხით შეხედავთ, მანდაც უკვე ახლა ძალიან დიდმა კლუბებმა, როგორც არის, რეალს საკუთარი ბავშვი რო ვიყავი, მაშინაც რეალს საკუთარი ტელევიზია ქონდა, სადაც უყურებდი, იმიტომ რომ იქ რეალის მთელი მუღამი ეგ იყო, რომ ჩემს სათქმელს მე ვიტყვი. ჩემს სპონსორს მე მოვიყვან, ჩემი, ასე ვთქვათ, ტელევიზია მექნება და დღეს უკვე ეგ ტელევიზიების ნაცვლად რაღაც მილანს, ინტერს და სხვა კლუბს თავეთი მედია კომპანიები ყავთ. და ამ მედია კომპანიებიც ცდილობენ ზუსტად იმას, რომ ეგრეთ წოდებული ეს რაღაც ინფლუენსერები რა ტერმინსაც ვიყენებთ, ანუ ასე ვთქვათ, გავლენის აგენტები, ადამიანებსაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ სხვების აზრზე. ცდილობენ მათთან კოლაბორაციული პროცესები ააწყონ და ეს არის გულისხმობა სხვა შორის მარტო საქართველოშიც ეგ ნიშნულად არის, რომ სპორტული გუნდი რაღაც სპორტულ კრეატორს ეძებს ხოლმე და ან ეგრე არ არის, იმიტომ რომ სპორტი არ არის ისეთი მხოლოდ შეჯიბრებითობა, რაღაც ცხოვრების სტილია და გეიმერებთან, რაღაც ეწოდებულ ლაიფსტაილ ინფლუენსერებთან მუდმივად ცდილობენ ეს პროცესები ისე აწყო, რომ ეს იყვნენ ამ თლიანი რაღაცა ციფრული ქაოსის ისეთი მონაწილეები, რომ რასაც ვიზახით, რომ თუკი რაღაცა მარკეტინგული ბიუჯეტები იმართულებით მიდის, იქვე მოხვდნენ და ეგ არის ის წერტილი, რაც ჯერჯერობით საქართველოში არ არის კარგად ათვისებული, იმიტომ რომ არც ქართულ კლუბს არ აქვს ესეთი გამართული, კარგად გაკეთებული YouTube არხი, თუკი TikTok-ზე და Instagram-ზე კორპორაციულის გარდა რამეს დადებენ, უკვე გვიხარია, რომ რაღაცა ადამიანურ ხელშესახებ კონტენტს აკეთებენ და შესაბამისად ამ წყაროებს ძალიან ნაკლებად იყენებენ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არა, მაგრამ დანარჩენ სოფლიოში, ევროპა იქნება ეს თუ ამერიკა, ათლეტებიდან და კლუბებიდან ძალაუფლება გადავიდა მედია კომპანიებზე. გადავიდა ფინანსურადაც ხა კრისტიანო რონალდო და ლებრონ ჯეიმსი ხო იცი რომ რაღაცა იმის კლუბის ხელფასით არ უშოვიათ ამდენი ვერსი შოვის ვერასდროს. და აუცილებელი არ არის რომ ყველა ბუნებრივია ყველა ვერ იქნება კრისტიანო და ლებრონ ჯეიმსი, მაგრამ ის რომ შენ კონდეს თუნდაც როგორც ათლეტს, შენი პერსონალური ბრენდს რასაც ეძახიან, რა ის შენ იყო ადამიანი, რომელსაც პირდაპირ კომუნიკაცია გაქვს აუდიტორიასთან და აქედან გამომდინარე ეს შენი აუდიტორია შენსავე პროდუქტადაც აქციო რაღაც ბიზნეს ენაზე თუ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეგ არის პროდუქტი სპორტსმენის, რომ იმ ადამიანს რაღაცა 5 მილიონი თუ რაღაც 10 მილიონი ადამიანი რო უყურებს, არსებობს უამრავი რაღაცა კომპანია თუ ბრენდი, ვისაც უნდა იმ 10 მილიონ ადამიანს რაღაც მესიჯი გაუგზავნოს და შენ ხარ ის შუამავალი, ხდები? ამას ძალიან დიდი ხანია მიხვდნენ და ამიტომაც როცა დღეს ფეხბურთელს ყიდულობს კლუბი, ყიდულობს პროდუქტს, ყიდულობს ბიზნეს პროდუქტს, საიდანაც მას დათვლილი აქვს არა ის, რამდენ მხოლოდ ის, რამდენ გოლს გაიტანს ის იცის, რამდენ ბრენდილს მოუტანს და რამდენ ფოლოვერს მოუყვანს. ფულს ეგრე გოლებში რო უთვლდნენ მხოლოდ დღეს ადამიანებს, ამდენი არავინ არ ეღირებოდა, რაც დღეს ღირნან.
კი ბატონო, ანუ მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს კონტენტის შექმნაში როლი, ასე ვთქვათ, აქვთ, ხო? და გადამწყვეტი როლი აქვთ. მონაცემებში გულისხმობ აი თუნდაც პირად ბრენდს, რაც შენახსენე პერსონალურ ბრენდს, რო ფეხბურთელი არის, ინფლუენსერი ერთგვარი ხალხზე ახდენს გავლენას და ასე შემდეგ და ამის მიხედვით ხდება ამ ფეხბურთელის რაიმე კლუბში მიღება, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ამ ფეხბურთელის რაიმე კლუბში, გუნდში მიღება და ასე ვთქვათ დიდი ფაქტორი აქვს მაგას. დიდი ფაქტორი აქვს, აი ძალიან მარტო იმის ზესით მე ხა მადრიდის რეალის გოლშემატკივარი ვარ და მახსოვს ბექემი რო ვიყიდეთ, აი ეგ მოარულ ჭორად ეგ მიდიოდა რომ ბექემი ძალიან პოპულარული ადამიანი არის აზიის ბაზარზე, რეალს უნდა რაღაც მაშინ აზიის ტურნეს აკეთებდა, ხშირად ადიოდნენ ხოლმე იქით და უნდა რაღაც უფრო მეტი მაისური გაყიდოს, მეტი რაღაც უნდა ფლორენტინო პერეს, ბექემი, როცა გალაქტიკოს, ასე ვთქვათ, ხერხემალს აგებს, ხო? იმიტომ რომ მანდ ისეთ თემა ეხა რაღაცა ზიდანი ფიგურა, რაღაც როცები, ეგრე სულ შეიძლება გაყვე, მაგრამ ყოველი შემდეგი ტიპი ისთვის გჭირდება ხოლმე კონდეს წარმოადგენა და მაშინ იყო პირველად ყურში რომ მომხდა ეგ, აი მაისურის გასაყიდად ფეხბურთელის ყიდულობსო რა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ერთი ძალიან ფანტასტიკური სეზონი ქონდა ბექემის. მაინც ეგ ტიპი იყო ბექემი, რომელიც სხვებზე მეტ მაისურს გაყიდდა. ხო ხტე ბეშიც ავიძახი 22-23 წელი გავიდა მას შემდეგ. ეხლა დღეს წარმოგიდგენია, მან რა ხდება კრისტიანო რო გადავიდა იუვენტუსში და მან თავარი თემა ის იყო, რომ რაღაც სოციალურ მედიაში თუ აი იმაზე მეტ მაისური გაყიდა, ეხლა ამაზე მეც თუ გაყიდეს, ამაზე მეც თუ დამყარებს, რეკორდს თუ დამყარებს, ხო ხტები. ეგ ახალი საბრძოლო ველი გახდა ფაქტობრივად. იმიტომ რომ კლუბები რაღაცა კლუბებს დივერსიფიცირებული აქვთ ეს შემოსავლის წყაროები და კლუბები ყიდიან ზუსტად იმ სენტიმენტებს, იმ ემოციებს, რაც ფეხბურთელებს მოჰყავთ და ყიდულობენ ისეთ ფეხბურთელებსაც, რომელსაც ამ სენტიმენტების, ასე ვთქვათ, გაღვიძება, გააქტიურება მუდმივად შეუძლიათ. იმიტომ რომ მანდ როგორ გითხრა, ხო ყველა მიცი დღეს უბრალოდ ასე მხოლოდ მწვრთნელი ვერ წყვეტს ვინ უნდა და ვინ არ უნდა. იმიტომ რომ რაღაცა კლუბის სპორტულ დირექტორს თუ კომერციულ დირექტორსაც აქვს რაღაც თავის მიზნები. და ამ მაგის შემხედრი პასუხია ზუსტად ის, რომ სპორტსმენებისაც როცა სპორტსმენებს მეტ ყურადღებას აქცევენ იმას თუ გარდა იმისა რა შეუძლია მას მოედანზე, რა შეუძლია მას, რა ღირებულება შეუძლია მას, რომ შემატოს კლუბს იმ ემოციას, რომელსაც კლუბი ატარებს, იმ ისტორიას, რომელსაც კლუბი ატარებს, ეს მას აქცევს კი ძალიან თუ დაჭრეს ერთი შეხვედრით, მაგრამ პროდუქტად, რომელიც უფრო ადვილად ყიდვადია და ძალიან ხა მეც არასდროს ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არ ყოფილა, ის ვინც ყველაზე მეც იტანდა მაგალითად ჩემს გუნდში, რაღაცა სხვა ემოციური კავშირებს ეძებდი და ის ვისაც შეუძლია ეს ემოციური კავშირები გაახვიჩოს, უფრო მნიშვნელოვანია, ხო? აი ესეთია ხა ბერკამპი უფრო მოგწონს მაგალითად, ვიდრე ანრი, რომელიც უფრო მეც იტანს, ხო? რაღაც მომენტში. ან შეიძლება ეხლა უფრო კარაცხელია მოგწონდეს, ამდენიც არ უნდა გაიტანოს დემბელემ, ხო? და ამას სხვა რაღაცეები მოაქვს და შენ რამდენად ახერხებ სპორტსმენი რომ ეს ყველაფერი გათავისებული კონდეს და ამაზე მუშაობდა ის რომ რაღაცა ავთენტური ადამიანი იყო და არა რაღაც გამოგონილი ბუშტი რომელიც გაგისკდება, ეგ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დღეს რა. კი ბატონო და შენი აზრით რამდენად აი ხა მოდი სხვა საკითხად შევეხოთ რა მონეტიზაციაზე. რამდენად გრადი არის მონეტიზაცია დღევანდელ სპორტულ მედიაში შენი აზრით? იმიტომ რომ აქ ხო არის კლუბს აქვს შემოსავალი თვითონ თავიანთი სპონსორებიდან, თავიანთი რაღაც სხვა წყაროებიდან, ფედერაციიდან, მაგრამ აი თვითონ მონეტიზაციიდან რა და რამდენი შეგვიძლია მონეტიზაციაში გულისხმობ რა პლატფორმის მონეტიზაცია კონკრეტული. ზოგადად ყველა პლატფორმას ბუნებრივია გულისხმობ რაღაც YouTube-ს, Instagram-ს, TikTok-ს, თავის მონეტიზაციის სისტემა აქვს, რომელიც საქართველოში არ არის ეფექტური. იმ მარტივი მიზეზით, რომ მონეტიზაციის სისტემა მიბული ემაზე, რამდენ ფულს ხარჯავენ მარკეტერები ამ კონკრეტულ პლატფორმაზე. აი ბოდიში ზუსტად მაგაში არის კითხვა, რომ რამდენად არის მონეტიზაციაზე გუნდი დამოკიდებული, ანუ ისეთ დონეზე აქვთ გუნდებს მონეტიზაციიდან შემოსავალი, რომ აი კიდევ ამ მონეტიზაციიდან შემოსული ფულით სხვა რაღაც გააკეთოს. ნახე მაგიტო ვიძახი რომ მონეტიზაცია შეიძლება გაიგო ბევრგვარად. მეც ყველა იმ იუთუბერთან ვისთანაც მიმოშევე ცოტა ხნის წინ პოსტიც მე და სოსოსთან საუბრობდი ნებიეძესთან, რომელიც ერთ-ერთი ყველა კუთხით წარმატებული ქართველი კონტენტ კრეატორია, ხო? ანუ პერფორმანსის თვალსაზრისით და მე ვფიქრობ რომ ბიზნესურადაც. მას და ანუ თხოვე რომ მისი შემოსავლების ბრეიქდაუნი გაეკეთებინა და მითხრა რომ მისი შემოსავლების 10% არის მონეტიზაცია YouTube-ს, ხვდები? ანუ 90% ეს ადამიანი სხვა გზებით აგენერირებს, მაგრამ ეგ 90% მიბმული არის მის
პლატფორმას. ხდები? ამიტომ მონეტიზაციის გზები რომელიც შენ თვალწინ გეშლება, როდესაც კარგი სოციალური პრეზენსი გაქვს სოციალ-მედიაში და კარგი, ასე ვთქვათ, ბრენდი ხარ, არის უთვალავი. იმიტომ რომ მაგას ვიძახი. ეხლა იმას რა ქვია, მილანს რა მედია ჰაუსი რო აქვს და რაღაცა პირობითად ფეშენ ბრენდებთან, ოფ-ვაიტთან, იმიტომ კი არაფორმებს კონტრაქტს რომ რაღაც მილიონი ნახვა რო ექნება, იმ მილიონი ნახვა და რამდენიმე $1000 აიღებს, იცის რომ ის იმ ანუ ბრენდ დილებს მიიღებს, იცის რომ იმ მას შეუძლია პროდუქტი შექმნა საკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აი არსებობენ კონკრეტული კრეატორები, რომელიც უფრო მეტ მერჩს ყიდის, ვიდრე შენი საყვარელი კლუბი ყიდის მაისურს, ხო? ეგეც მონეტიზაციაა, მე ამას ვიძახი, ანუ შენ თავარია ეს პროცესი უნდა დავინახოთ სწორად, შენ თუ აგებ ბრენდს, რომელსაც ადამიანები ყურადღებას აქცევენ და ამ ბრენდთან ადამიანები არიან ჩაჭიდებული ყოველთვის და ეგეც კიდევ ერთი პრობლემაა ქართული რეალობის რო სეზონიდან სეზონამდე ცხოვრობს და რაღაცა ეს სეზონი ძალიან მოკლეა საქართველოში კი იცით არ ყავს ბევრი კლუბი ფეხბურთის რეალობიდან რო დავოვიდეთ არა მარტო ფეხბურთი ხო ანუ სოციმედიის მთელი მუღამი ეგ არის რომ მანდ არ არსებობს ეგ სეზონური მიდგომა ანუ ოფ სეზონზე ხარ და ოფ სეზონზე არ და რაღაც პოდკასტებში ასაუბრებ შენს ფეხბურთელებს გავაპერიოდე და რაღაცა TikTok-ით ესაუბრები მანდ მთელი მუღამი და პრინციპული ცვლილება ხალხმა არის რეალურად ის რომ ფანი შენ უნდა დატოვო ის ანუ შენ შეიძლება გყავდეს ფანი ის რომელსაც შენ ერთხელ არ ყოლია სტადიონზე ანუ შენ გყავს ფანი რომელიც შენს ფეხბურთსაც კი არ უყურებს ხდები ანუ შენ გყავს ფანი რომელიც მარტო ფინალზე მოვა და შეიძლება არც მოვიდეს მაგრამ სოციმედიით ახერხებ მის დაჭერას იმიტომ რომ მას სხვა ემოციური კავშირები აქვს შენთან და როცა შენ ხარ ისეთი ანუ მე მეხსოვს რომ სპორტული კლუბი სეზონურად მუშაობს როგორც სპორტსმენების ერთობა მაგრამ ბრენდი სეზონურად არ მუშაობს ბრენდი მუშაობს სამთარ საფხულ 24/7-ზე შენ 24/7-ზე გაქვს კომუნიკაცია ადამიანებთან და 24/7-ზე უნდა აგენერირებდე იმ შემოსავალს ასეც ახლა თქვენ საუბრობთ და არა იმაზე რაღაც მოხდება თუ არა და ეს კარგად აქვს ნასწავლი იქ სადაც მოგწონს ამის ყურება ხდები ეს პრობლემაც არის აქ რომ აი რაღაც ეხა დავით ზამთრის შესვენება მე რა რომ ზამთრის შესვენება შენს ფეხბურთელს ისე ჩააც სანტა-კლაუსის ბოლო და რაღაც გააკეთე ჰალანდს აქ ეგეთი ხო ახალი წელი რო დადგა არხი გააკეთა თავისი ერლინგ ჰალანდმა და სანტა-კლაუსის ბოლოს რაღაცებს აკეთე და 5 მილიონი ნახვა ქონდა რავი ფული არა აქვს ჰალანდს ამაზე კონტენტია ეგეს მაგას ვიძახი ანუ ის ინარჩუნებს კომუნიკაციას აუდიტორიასთან, ხდები? ეხლა წარმოგიდგენ სოფლიო ჩემპიონატზე, FIFA-საც კი ბოლო პერიოდში გამოცეს, ხდა FIFA-ს იმიტომ ვიძახი სოფლიო ჩემპიონატი მოდის, ხდები? და ეგრეთ ისევ ის განცდა გვაქვს, რომ 4 წელი ელოდები რაღაცას. მაშინ როცა მასალა და კონტენტი რაც გროვდება თითოსგან, ანუ აბსოლუტურად შეიძლება კვებავდეს თელს ამ პერიოდს, მაგრამ ამას ესე ინარჩუნებდეს და ეგრე არ უნდა გქონდეს კლუბებს, ეგრე არ უნდა გქონდეს ფეხბურთელებს განცდა, რომ იქ რაღაცა სეზონი არსებობს. აუდიტორიასთან ჩაჭიდება არის საჭირო ყოველთვის და თუნდაც იმ აუდიტორიასთან, რომელიც შენთან პარადოქსულია, მაგრამ ერთხელაც არ მოვა შენ სანახავად, იმიტომ რომ არსებობენ კლუბები, ეხლა რავი 20 მილიონი გამომწერი როყავს კლუბს, ეგ ხარ ისევ 20 მილიონი ადამიანი მის თამაშებს დადის. აი ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით 50000 გამომწერი როყავდეს კლუბ, 20000 გამომწერი როყავდეს ქართულ კლუბს, ეგ ხარ ისევ 20000 ადამიანი, იმიტომ რომ ბაში გაგივსია სტადიონი. მაგრამ შენ გაქვს ჩაჭიდება მასთან და შეიძლება იმ ადამიანმა ყურადღება რაღაცა სხვა ფონით მოგაქციოს, შეიძლება სხვაგან გამოგადგეს. უბრალოდ სკამზე არის რაღაც მომენტში და ამ პროცესს თუ ასე ერთობლივად არ უყურებ, მაშინ გიწყდება ეს კავშირი და თავისთავად მონეტიზაციის მთელი წყაროც გიწყდება, იმიტომ რომ სეზონური ხარ რა. კი, ეგაა, რომ აი როგორც შენ თქვი რა, სხვა აზრით ჩემ ეს არაა, რომ სპორტის მედიას არ უნდა გქონდეს ოფ-სეზონი, როგორც გუნდსა აქვს რა, პირიქით. იგივე აი როგორც ჩემი აზრით რა, როგორც კონტენტს და რაღაც მასალას დადებ სეზონის გამალობაში აქ ხო რამდენი ოპორტუნიტი აქვს, რამდენი რაღაც დადო რა. ოფ-სეზონში შეიძლება даже უფრო მეტიც გქონდეს რა. ერთსაც დავამატებ, მან რომ ეს სპორტის მედიაც ადრე რაც თქვი რა შეიცვალა, მან იყო ბევრად ადრე იყო უბრალოდ ინფორმატიული ტიპი და რაღაცა გაზეთს მეც რო ვყიდულობდი. პირველად ორშაბათს იმიტომ რომ ანგარიშები მენახა. ხდები? რაღაცები სად რა მოხდა. დღეს ეს სხვა რა მედია, დღეს მედია გიყვება ამბებს, დღეს მედია გიყვება ისტორიებს. ხო და მაგას ვიძახი რომ დღეს მედიის საქმე არ არის რომ შენ გითხრას რა ანგარიში დამსრულდა თამაში. დღეს სოციალურ მედიაში შენ არ გჭირდება იმიტომ რომ იცოდე ვინ გაიტანა გოლი. მიუხედავად იმისა რომ ამას ყველაზე ადრე სოციალ-მედიაში გაიგებ, იმიტომ რომ გოლი რა გავა იმოეწავს იდეა, რაც ადრე არ ხდებოდა, ხო? შენ გჭირდება მედია, იმიტომ რომ ეს ამბები მოყვეს, ვინ არის ეს ფეხბურთელი, სახში რაღაცა
ბავშვთა როგორ იქცევა ეს ფეხბურთელი, ქუჩაში როდის რა მოსწონს ამ ფეხბურთელს, ხვდები? ან ეს გუნდი რას ემსახურება, რა ღირებულებებს ატარებს, რითი განსხვავდება ეს კლუბი იმ კლუბისგან, იმიტომ რომ მეც მახსოვს რაცა საუბრო აქტიურად ვიყავი ჩაბმული იმაში რაღაცა ფანები ერთმანეთს რო უპირისპირდებით, მან რაღაც კუთხით ხო სწორედ ღირებულებებზე საუბრობ, რომ აი ჩემი კლუბი ეგეთების ტიპია, ჩემი ისეთი არის, ეხლა რაღაცა ლივერპულის გულშემატკივარი ვიცნობდი და მაგას მანჩესტერი და ლივერპულის გულშემატკივარი რო ჩხობდნენ ის იძახდა რომ აი ჩვენ რაღაცა მუშათა კლასის ზღვისპირა საპორტო ქალაქის ხალხი ვართ ისინი რაღაცა გამღენძილი ის და ანუ ხო ხტები ღირებულებებზე დადის აი სენტიმენტებზე დადის ემოციებზე დადის და ამ ყველაფრის მართვა და ამ ყველაფრის გაზიარება აუდიტორიასთან ხდება მხოლოდ ამ გზით იმიტომ რომ რაღაცა ვინ გაიტარა გოლი არ არის შენთვის შენი მიზანი და დღეს რაც ქართულ მედიაში გვაქვს რასაც ვითხოვთ მინიმუმი ეგ არის რომ highlight-ები მაინც გვაჩვენეთ დრო ითამაშებს, ხვდებით? ეგ არ არის, რასაც უნდა ყვებოდეთ. ის ფეხბურთელებზე და კლუბზე უნდა ეგ არის, არც უნდა ვითხოვდეთ მაგას. ჩვენ გვჭირდება მეერე რა ხდება და არსებობს ძალიან ბევრი კარგი კლუბი, ვინც ეგ გააკეთა და ნუ ცალსახად იმუშავა, ცალსახად იმუშავა. და მაინტერესებს აი როგორი იზომება რეალური ბიზნეს ეფექტიანობა ვიდეო კონტენტების, ანუ ეს არა მხოლოდ ნახვებში, ლაიქებში და subscriber-ებში და გამომწერებში, არამედ ხარისხში, ხო, ესეა და როგორ შეიძლება გაზომოს ამა თუ იმ კლუბის კომერციულმა დირექტორმა იქნება თუ ჯგუფმა ვიდეო კონტენტის ეფექტიანობა, ბიზნეს ეფექტიანობა. ნახე, მოდი გავიხსენოთ რაღაც ისეთი წარმატებული მაგალითების მაგალითად. ერთ-ერთი ეგეთი კლუბის მაგალითი, რომელიც იქიდან გამომდინარე რაღაცა ჩვენი კოლეგები სხვა ქვეყნის ჩვენი კოლეგები მუშაობდნენ, იყო ფილადელფია იგლსი, რომელსაც ქონდა ეგეთი ზუსტად ეგეთი YouTube არხი, სადაც აკეთებდა მხოლოდ highlight-ებს, ვინ გაიტანა გოლი, რა გააკეთა, როგორ გააკეთა. შემდეგ დაიწყეს ასე YouTube სტრატეგიაზე ცალკე მუშაობა და YouTube სტრატეგიის ნაწილი გახდა ის, რომ გადაწყვიტეს მათი სპორტსმენების, მათი ათლეტების რაღაც უფრო ჰუმანური მხარე ეჩვენებინათ აუდიტორიისთვის. იმიტომ რომ ზუსტად ამაზეა საქმე, რომ შენ როცა ხარ კლუბი შენი სპორტსმენის და შენი კლუბის მიმართ სიყვარული და ერთგულება თუ დამოკიდებულია შენ სპორტულ შედეგებზე, შენი მთელი მარკეტინგული კომუნიკაცია ესე იგი არის ცუდი. იმიტომ რომ გამარჯვებულები რო უყვართ, ეგ არ საჭიროებს რაღაც იმას რა ქვია, ცალკეულ რაღაც rocket science-საც ეძახიან რა, ეგრე მოხდება, ხვდები? შენი მთელი საკითხი რომ ყველა ეტაპზე, ყველა პროცესზე ქონდეს სწორი კომუნიკაცია და ფილადელფია ექსში, აი ჩემნაირ ტიპის ვიღაცად გახდა საინტერესო რომ ხედავდი რომ ტიპი მოდიოდა მაგალითად ათლეტი და წინ ეჯდა მისი შვილი რომელიც ეკითხება რაღაცებს რაც როგორ გითხრათ იმიტომ რომ მის მაგალითად პატარა ბავშვმა შეიძლება ზუსტად იმდენივე იცოდეს ამერიკულ ფეხბურთზე რამდენიც მე და ამ რაღაც ადამიანური ჰუმანური მომენტებით განაგებდნენ ვიდეოს ხვდები ან მოედანზე აი დღეს სამპოპულარო გახდა ის მიქდაფის თემა რომ აი თუნდაც კაპიტანი როგორ მიმართავს გუნდს, გასახდელში წაგებისას როგორ იქცევიან ტიპები. ანუ დაიწყეს აქცენტის კეთება იმაზე, ადამიანები როგორ რეაგირებენ იმ გამოწვევებზე, იმ წნეხზე, იმ სპორტულ ჩელენჯებზე, რაც მათ ყოველთვის აქვს. კი, ცდილობენ რომ ფანები ჩააყენონ მოთამაშის პოზიციაზე. არა მარტო მოთამაშის პოზიციაზე, აი ფანს უნდა კონდეს ის განცდა, რომ ის სადაც იქვე დგას და იჭყიტება, ხდები? რომ გასახდელში შეიყვანო, რომ აჩვენო, რომ შენ რო პირობითად ამ ტიპებმა რო წააგეს, მათთვის ეს წაგება თუ არის ისეთი ანუ ხო ხდება რა ემოციას აძლევს რომ შენც დაინახო რომ ყველაფერი დადო რასაც ზახან საქართველოს ყველა ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთო ანუ არაზოს რო არ ქონდა ქართულ მაყურებელს იმის განსა რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმიტომ გახდა ეგ საცილო ფრაზა ხო და იქ მაგას როცა ცდილობდა და აჩვენებდა ეს კონკრეტული კლუბი რომ აი წაგებასაც ტიპი ტირის იმიტომ რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო შენც როცა ფანი ხარ ხო ხტები შენი სიბრაზის მართვასაც ყველანაირად ახერხებს ემოციურად უგებ მეტად თანაგრძნობი ხარ ეგ არის ერთი ხაზი და ეგ ხაზი ემოციურ კავშირს იმდენად ამყარებს გუნდთან რომ შენი ფანი შენი ასეთი ხდება და შენი ბიზნეს ასეთი ხდება ამ კუთხით. Red Bull-ის ძალიან კარგი მაგალითია. Red Bull-მას ჯერ ააშენა. ეხლა სხვა შეს ეხლა ხანს დატოვა მისმა ამ კრეატიულმა ლიდმა მე კომპანია ძალიან მაინტერესებს რა აწინა მოხდება. და დარწმუნებული ვარ ყველაფერს 5-ზე გააკეთებენ, იმიტომ რომ ყველგან სადაც მიდივარ მაგას ვიძახი, რომ არის იდეალური მაგალითი იმის, რომ შენ ჯერ ქმნი მედია პროდუქტს და მე აბამას შენს ფიზიკურ პროდუქტს და არა პირიქით. ეგრე როცა შენს პროდუქტს შექმნი რაღაცა ფიზიკურს და მე იწყებ მაგაზე კომპანიით რაღაცა მე იწყებ მაგაზე კამპანიას
ძნელი პროცესია. მაგრამ Red Bull-ს ხო ხედავ, ყიდის ადრენალინს, არ ყიდის იმას რა ქვია, გაზიან სასმას, ყიდის ადრენალინს და ყიდის იმ ემოციებს, რომელიც გინდა რომ შენი ბრენდის ღირებულებებთან იყოს. ანუ მან თელი თემა არის რომ შენ რო გაქვს ბრენდი და ჯერთი თუნდაც ქართულ კლუბების მაგალითად რომ მოვიდეთ ეგ ხო მწვრთნელის საფიქრი არ არის, ანუ მწვრთნელმა უნდა იფიქროს სხვა რაღაცაზე. მაგრამ ვიღაცა ხო, მაგრამ ვიღაცა ხო უნდა იფიქროს რითი განსხვავდება ეს ბრენდი, აი პირობითად იბერია, დინამო, ბათუმის დინამოს, ანუ რა განასხვავებთ მათ როგორც ასე ვთქვათ ერთობას, ხო? და როცა ეს დადგა ამ შემთხვევაში Red Bull-ის თუ Red Bull-მა პირდაპირ თქვა რომ მე რო ვარ ესეთი ბრენდი და ჩემი ბრენდის მე რო ვარ ასეთი ბრენდი და ჩემი ბრენდის მომხმარებლები არიან ადამიანები, მოდი ამ ადამიანების ინტერესები, ამ ადამიანების ფსიქოგრაფიკა ვიცოდე, რა мотиваცია აქვს, რა უნდა რას ეძებენ, ხვდები? და როცა ეს ყველაფერი იცოდა, პროდუქტიც შექმნა მათზე და არა თავის თავზე, ხვდები? და როცა ესეთი gate პროდუქტები გაქვს, შენ როცა გაქვს უშუალო წოდომა სხვების мотиваციებზე, მისი მონეტიზაციის გზები არის მილიონაირი და ეგ არის საქმე, რომ კომერციულმა დირექტორმა საქართველოში თუ ვიღაცას ის ესე უნდა შეხედოს, რომ მე რო გავაკეთებ პირობითად YouTube არხს და YouTube არხი მაინც ერთი უფრო legacy პლატფორმაა, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და ის არა რომ რაღაც ჩაისკროლება ერთხელ TikTok ვიდეოში და მე ვეღარ გიპოვის რომ წგიდოდეს. ეს არის ის სადაც შემდეგ უნდა მოbrunდეს ადამიანი თავისი ხელით უნდა არჩიოს ვიდეო. უნდა ქონდეს ის რომ მოდი ჩემი ღირებულებები და ის ღირებულებები რასაც ჩემი აუდიტორია ატარებს გამოვხატო აქ. რომ პირობითად ის ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფანები, ყველა ერთ სივრცეში დავსვა, ვაჩვენო გასახდელი, ვაჩვენო როგორ ჭამენ, როგორ სვამენ, როგორ ვარჯიშობენ, რა უჭირს, რა ოლხინთ ჩემ გუნდს, რომ ეს ემოციური კავშირი გავამყარო და მე თვითონ ეს არხიც კი შეიძლება იყოს პროდუქტი. იმიტომ დღეს ახლა შენ რომ მიდიხარ საფეხბურთო კლუბთან რაღაცა ფულით, რომ მე მინდა შენი სპონსორი ვიყო, მივდივართ იქამდე რომ მაისურზე სად დაეწერება ბოლოს შენი ლოგო, მაგრამ ხო შეიძლება რომ შენი ამ კომუნიკაციების სპონსორი იყოს. ხო შეიძლება რომ ცალკეული კონტენტ ხაზების წარდგენი იყოს და ხომ შეიძლება რიტორიკულად ვიძახი, რომ ყველგან ისე ასეა, ხვდები? იგივე რაცა ბეთ კომპანიები იქნება, სხვა ფინანსური კომპანიები იქნებიან, გარდა იმისა, რომ რაღაც იქ ლოგოებს ახატიან, არიან ზუსტად ეხმარებიან ზუსტად ამ პროცესში, რომ კონტენტის წარდგენები იყვნენ, კონტენტ ხაზები ქონდეთ საკომუნიკაციო, იმიტომ რომ მათთვისაც ინტერესი ეგ არის. უბრალოდ, როცა კლუბი დიდია და 80,000 მაყურებელი თუ მოყავს, მისთვის ის 80,000 მაყურებელის მაისურზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხო ხდები, შენ თუ ყავს რაღაცა აი ვრექსემი მაგალითად და რაღაცა პატარა კლუბები, რომლებიც ახერხებდნენ ისე კომუნიკაციას ხალხთან, რომ ძალიან ბევრი ისეთ ფლაგმან კლუბზე მეტი გამომწერი ყავდათ. თუნდაც სიმნახრად იუმორისტული ხასიათისაც ახლა რექსემის მეკარე რო ხარ, 40 წლის ხარ და უბრალოდ GoPro გიყენია უკან იმაში რა ქვია, კარს უკან და თუნდაც გოლი რო გავა მაგ GoPro-ს მოხდება და ამ პროცესში რთავ ადამიანებს ეგ განცდა არის ხალხო ძალიან ფასეული. როცა კომერციული დირექტორი ხარ, შენ ზუსტად როცა იცი შენი აუდიტორია ვინ არის და ეს აუდიტორია იცი რომ შენი მოედნის მიღმა არსებობს და რა мотиваციები აქვს, რა სურვილები აქვს, რა მისწრაფებები აქვს და რაში გამოყვება თუ მაგის კომერციალიზაციას და მონეტიზაციას ვერ ახდენ, მაშინ სხვა სამსახური უნდა მოძებნა. თან აი ისიც არის რომ უკვე აი რამდენი რაღაც შეიძლება რომ გააკეთო, რაც აი კრეატიულია და არ გაუკეთებია არავის და ხალხს მოეწყება მაგალითად ის თუ გაქვს დანახი კალათბურთის ევროლიგაზე და კალათბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თვითონ რეფერის კამერა რო ქონდათ. ხო, და რო ჩანს როგორ და ლაივ რეფერი ხედავ როგორ მოედანზე დგას და ფანი რომ ამას უყურებს, დიაში ფიქრობს რომ ეს მოედანზეა და რაღაც. მაგას ვიზახი რომ ახალი პერსპექტივები უნდა შესთავაზო შენს აუდიტორიას, უნდა აჩვენო რომ ის არის შენი ნაწილი და უფრო მნიშვნელოვანია რომ აჩვენო რომ შენი ათლეტებიც, სპორტსმენებიც რეალური ადამიანები არიან, რეალურ ემოციებს ატარებენ და შეიძლება იპოვო ეს კავშირი, ხდები? ის არის ეხა გამახსენდა და კაია რომ გამახსენდა, იმიტომ რომ დაახლოებით მაგ თემაზე ვსაუბრობთ. 2 დღის წინანდ თუ 3 დღე თემურ ქესბაია დაინიშნა დინამოს თბილისის მწვრთნელად რა და ეხა უამრავი ჟურნალისტი, სპორტული ჟურნალისტი იყო მისული და ესეც მოქმედებს ხო რაღაცა სოციალურ მედიაზე, რომ გაპოპულარულ და ასე ვთქვათ ეს თემა აიტაცის ხელში რომ აი თემურ ქესბაია საქართველოში დაბრუნდა, დინამო თბილისის მწვრთნელი გახდა და დინამო თბილისი ასე ვთქვათ შეიძლება სუდად მომყავს, უხეში მაგალითი მომყავს და სუდ ნარატივს ვატარებ, მაგრამ
ამოვა იმ ჭაობიდან რა ჭაობშიც დიდი ხანია იყო, ხო, რაღაცა ესეც ხო ხალხის ემოციებზე მოქმედებს და ესეც ხო რაღაცას ბრენდინგია. ცოტა ხნის მქონდა ეს დინამოს ნიკა ქევხიშვილთან იცნობს თქვენს, რომელიც მაგ მიმართულებით მუშაობს. ამ თემას გავდიოდით და ეხლა მოდის ისევ ეს მაისის ამბავი და ესე 91 წლის მაისს მიუბრუნდებით, აი რაღაც მოარული სიზმარივით გვაქვს ერთ და იგივე თარიღი, რაზეც რეფერირებას ვაკეთებთ, მაგრამ ამის გარდა ის მემკვიდრეობა რაც დინამოს აქვს, სხვები ხო არ ჩანს. რაღაცა ისტორიები და ყველა მიცით და გაგვიგია რომ უამრავი ისტორია, უამრავი ამბავი, უამრავი თავგანწირვის, თავდადების, რაღაც იუმორისტული თუ ტრაგიკული ამბები არის თუ როგორ შენდებოდა ეს კლუბი ამდენ პერიოდში, რომელიც ძალიან შეიძლება დაეხმაროს თავად კლუბს თავის აუდიტორიასთან წდომაში, ახალ ემოციური კავშირების გაღვიძებაში, გაღვივებაში. არ შეიძლება რომ ძალიან კაია 91-ში რომ მოვიგეთ ასე ფუტბოლთა თასი, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უჭირავს, მაგრამ შენ ვინ ხარ დღეს? ამას მხოლოდ რაღაცა ერთი გამარჯვება და ერთი წაგება არ უნდა განსაზღვრავდეს და ამას არ გასანაზღვრავს თუ კი შენ ამ ნარატივს თან ატარებ, ხვდები? და პლუს დინამოსაც რო გავცდეთ, საქართველოში აი იგივე ტორპედო, ბათუმის დინამო და სხვა ისეთი კუთხური რეგიონული მნიშვნელობის კლუბებს კიდე ცალკე ნარატივები აქვს, ხვდები? რაც მათთვის უნიკალურია, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში საფეხბურთის ყურებას ვიწყებდი, აი ტორპედო რო გახდა ჩემპიონი იგივე 2000 წელს და ეს რაღაცა ქუთაისის და თბილისის შორის გულისხმობს რაღაცა ჯანსაღი ტიპის დაპირისპირებას და არა იმას რომ ხაფანებმა ერთმანეთს თავში რაღაცები ურტყანიან. ეგ ზოგჯერ არის ფეხბურთის ნაწილი, მაგრამ ეგ ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე მეტად სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ეგ იყო ძალიან და მე როგორც დასავლეთში დაბადებული გაზრდილი ადამიანი, ეგ ის მქონდა რომ აი რაღაცა ჩემ ქალაქს არ ყავს იქ კლუბი, მაგრამ მოდი ქუთაისის ტორპედო არის ყველაზე ახლო დიდი კლუბი ჩემთან და აი რაღაცა დამატებით მუხცმაძლევდა, ხვდები? და ეგეთი რაღაცების გასაცოცხლებელია, რომ ეს და ეს ყველაფერი გასაცოცხლება, როცა ცალკეულ კლუბს ექნება ეს გათავისებული თავისი როლი, ფუნქცია, ეს კულტურული მნიშვნელობა, რომელსაც ატარებს, იმიტომ რომ ძალიან ძველი კლუბები ყავს, არა ვართ 20 წლის წინ დაწყებული კლუბები, ისტორიებს ვატარებს და თუნდაც ეს ყველაფერიც ახალ მუხტს მოგცემს იმისთვის, რომ მოედანზე მოხვიდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ის არის რა ქვია, პრეტენზია შენ აუდიტორიას და შენს მაყურებელს უთხრა სტადიონზე მოდი, იმიტომ რომ მე კარგ ფეხბურთს გაჩვენებ. ან იმიტომ მოდი რომ გავიმარჯვებ. ხები ეგ ისეთია რა. ძალიან კარგ ფეხბურთს ვირაჩვენებს, შეიძლება ბევრი ვიღაცა და შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ შენ იქ იმიტომ მოდი ხარ, რომ ჩვენ ერთი ვართ, ჩვენ ერთად ვართ და ეს ისტორია ერთად უნდა დავწეროთ, ერთად უნდა გავიაროთ და ხო ხდები, ამიტომ ვიძახ რომ სპორტულ მიღწევებზე მთელი ამ რაღაცა შენი რაღაც მედია გეიმის აგება, ნუ უმადური საქმეა ამ ქვეყანაშიც. ე ბატონო, შენს რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებლის მოზიდვა, აი სულ წინაზე დინამოს მარკეტინგის მენეჯერს ველაპარაკეთ, ჩვენს მეგობარს და მან ცოტა ისეთი აზრი დააფიქსირა, რომ არ უნდა იყოს დაუშვათ სპორტული ბრენდი იმაზე აწყობილი, რომ მაყურებელს მოიყვან საჩუქრები, დაუშვათ მოიგებ შენ თუ მოხვალ და გაიმარჯვებ რაღაცას, მოიგებ PlayStation 5-ს, მაგრამ ესეც ხო რაღაცნაირად ახდენს მაყურებელზე, თუნდაც უბრალო ადამიანზე, რომელიც საერთოდ არ უყურებს ფეხბურთს, ან კალათბურთს, ან რაიმე სხვა სპორტს, იმის ხალის რომ მივიდეს თამაშზე და რაიმე მოიგოს თუნდაც. ესეც ხო დამოკიდებულია რაღაც სოციალურ მედიაზე. მოდი საჩუქარს როგორ შევხედავთ ამაზე? საჩუქარი არის შენი გუნდის ფეხბურთელიც კარგ გოლს რო იტანს, ხო ხდები, ეგეც საჩუქარია. და ნუ PlayStation საჩუქარია, უბრალოდ ნუ ბუნებრივია ხა სულ PlayStation-ს ხო ვერ გაათამაშებ. ამიტომაც სამნიშნელოვანია რომ გქონდეს ეგ რაღაცა გეგმა და მათ შორის საკომუნიკაციო გეგმა გრძელ ვადაში შენ როგორ ფიქრობ ამ პრობლემის ახმოხრას, იმიტომ პრობლემა გაქვს. და ეგ არის ცოცხალი, ეს პრობლემა აგერ გიდევს, ხო? და შეიძლება ამ რაღაცა გრძელი გეგმის რაღაცა კონკრეტულ ეტაპზე ან წერტილზე ეს PlayStation-ი როგორც story მომენტი იყოს. მაგასაც თქმა უნდა რაც გაათამაშე. მაგრამ ხო ხდები, ყველაფერი არის დამატებით ფაქტორი. დამატებით ფაქტორია თუ კი იცი რომ მაგალითად თუნდაც ეროვნული ლიგის თამაშზე რომ მიხვალ იქ რაღაცა პატარა ჯიხური დევს, სადაც პირობითად წყალი, ჩიპსი, ჰოტდოგი ან პიცა იყიდება, ხდები? დამატებითია როცა მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, დამატებითია როცა იცი რომ იქ რაღაცა არ ჩამოწყდება თავზე, არ დაგეცემა, ხდები? ამ ყველაფერზე ადამიანი ერთდროულად ფიქრობს. დამატებითია ისიც რომ
ისე იგეგმებოდეს თამაშის დროები, რომ ადამიანს არ უწევდეს რაღაცა სამსახურიდან გამოსვლა და გაცდერა, იმიტომ რომ ახსოვს ცოტა ხნის წინ ორ შაბათობაში უყურებდი რაღაც სტატო ძალიან მოთქვამდა საკითხებზე პირადადაც რომ შევხვდით ის იყო რომ რაღაც 12 საათის დაშორებით რო არის თამაში ხო ხტები ან 7 საათზე არის სამშაბათს თამაში ანუ ხო ხტები ეგენი ყველაფერი არის შენთვის დამატებით დაბრკოლება ეხლა მე 7 საათზე რო სამსახურს მოვჭი 6-ზე წამოვიდე 7-ზე მივიდე ხო ხტები და მინიმუმი ეგ არის საჩუქარი რომ ის კომფორტი შეუქმნა შენ აუდიტორიას რომ მისი თავისუფალი დროის რაღაც აქტივობის რაღაც ალტერნატივა იყო და როცა ისია მთლიანად ორგანიზებული პროცესი რომ აი რაღაც გეგონება ძალით quest-ს უკეთებ აი რა შეიძლება მეტი იწვალოს რომ მოვიდეს აი აბა მანქანას რომ ვერ დააყენებს მაინც თუ მოვა აი სამსახურს თუ მიატოვებს და ისე თუ მოვა აი რავი იწვიმებს და მე არ გადავხურავი რაღაცას მაინც თუ ხო და ეგრე ხო არ დავხედოთ მე მესმის რომ რაღაცა ყველას საჩუქარს ვერ დავარიგეთ მაგრამ რაც უფრო მარტივი იქნება ეს პროცესი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ხდება ეგ ჩვენ რა ვიცი თუ ყოფილხართ რაც დიდ სტადიონებზე სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ეტევა მართლა ეგ მიკვირდა და ამიტომ მეშლოვა ხოლმე ნერვები ყოველთვის რომ ის რა კარგად დააქვთ თუნდაც დამოხარებული გამტარუნარიანობა დიდი სტადიონების ახლა დაშენებულ სანტიაგო ბერნაბეუს რომ მედი მე ყველაზე დიდი სტადიონი რაც მინახავს შეიძლება ისეთი და სავსე და აუ მეთქი ახლა აქ რა შევა და რა გამოვა ანუ 4-5 ჯერ მომიწე რაღაცაზე შესვენებაზე შესვლა გამოსვლა და საერთოდ ვერც მიხვდი ეგ პროცესში დაბრკოლება რა მქონდა და ეგ მიკვირდა რაღაცები არსებობს ხდები აქ მესმის ახლა აქ ის პრობლემა არ გვაქვს ეროვნულ ლიგაზე რომ ვინ პირველი შევამოვა მაგრამ თუნდაც ნაკრების თამაშებზეც ამას ვიძახი რომ ყოველთვის არის რაღაცები რისი გაკეთება შეუძლია კლუბს რაღაცა შეიძლება ფედერაციას შეეძლოს რაღაცა ფეხბურთელს შეეძლოს რაღაცა მწვრთნელს შეეძლოს რითაც ეს პროცესი იქნება მარტივი, რითაც ეს კომუნიკაცია იქნება რაღაც უკეთესი და ამას თუ საჩუქრებს დავარქვევთ, არანაირი წაღრეგი არ ვარ, მაგრამ ახლა ბუნებრივია ყოველს რაღაცა უფასო იმას აქვს, ყოველს დაგახვედრებს და ამიტომ მოდით რომ ეგ ახლა მარტივი გზა, მაგრამ აი long term თუ დაალაგებ, შეიძლება იქ სწორ ადგილზე PlayStation-ის ჩადო და რაღაცაც, იმიტომ რომ ხალხი არის ჩვენ ვიძახით დასაბრუნებელიო, მაგრამ მე არ გონია რომ ვიღაცა მოვაბრუნოთ ჩვენ უნდა ვემუშაოთ იმ აუდიტორიას, ვინც ეხლა ფეხბურთი უყვარს, იმიტომ რომ აი ევროპის ჩემპიონატის მერე იგივე ხუჩაკრაცხელას ეფექტს რაც ვეძახით, გაივსო აკადემიები პატარა ბავშვებით. გაივსო და პლუს გაიზარდა ძალიან ინტერესი, ხო, მაგრამ ეს ხალხი სტადიონზე არ მოსულა ჯერ. ნო. და მაგ მობრუნებასთან ერთად ვიღაც ახალს პირველი სტადიონის გამოსწრებები უნდა ვაჩუქოთ, ვიღაცას ეს რუტინაში უნდა შევაყვანინოთ, თორე ხა თუ ჩვენ ვიძახით რომ აი იმაზე 91-ს რომ მოესწრო იმ ხალხის მოbrunება გინდა, მაგას ვერ მოაბრუნებ. თუ ჩემნაირ ტიპის მოbrunება გინდა, სხვანაირად უნდა მოლაპარაკო. თუ 15 წლის ბავშვს გინდა რომ მამამისზე ათქვევინო რომ გამიშვი მამას, სხვანაირად უნდა ელაპარაკო. თუ გინდა რომ 10 წლის ბავშვი მამას ჩამოეკიდოს, რომ წამიყვანეთ ფეხბურთზე, სხვანაირად უნდა ელაპარაკო და ეხლა ეგ უნდა აწყო, ხდები? საკუთარი აუდიტორია უნდა გყავდეს. მაგას ვთქვი, ანუ არავის მოსაბრუნებელი კი არ არის, მოსაყვანია ხალხი, რა ვის წავიდა იმას მოbrunება, კიდე ერთი გზა არის და მაგას ვთქვი, ამ ხალხი ინტერესი როა ფეხბურთის მიმართ და არა შენი საფეხბურთო რაღაცის მიმართ, ანუ ის რაღაც ხიდებია გასაბმელი და ნუ ერთად უნდა იმუშაონ ამაზე კლუბებმაც და სხვა სოციალური მედია არის თავარი ხიდი. უფრო გინდა არ გინდა უფრო მარტივი გზა არის ვიდრე დაიძახო სტადიონზე მოიყვანა ყველა შენი გულშემატკივარი და რაღაცა მიკროფონში უთხრა ხდები ეგრე არავინ არ აკეთებს. და იგივე ხან NBA რო ახსენეთ, რაღაც კრეატორ ვიკები ქონდათ, კრეატორ ვიკები NFL-საც, სადაც კრეატორს უშვებდნენ, რომ აი ყველაფერს დაგითხოვს რა. ხო, აი celebrity game-ების რომ მოდი, შემოდი, აჩვენე რომ ეს ფანია. ეხლა ჩერიტი მატჩი გააკეთა საიდმენმა, Wembley გავსო 5 წუთში. ანუ რაღაც უცებ ბრახ 90% გაიყიდა, რამდენიმე ბილეთიც რაღაც გასათამაშებლად დატოვეს. იქ ვინც მოვიდა ის ხალხი, კარგი ფეხბურთი საყურებლად ხო არ მოვიდა. არავინ არ ფეხბურთი იქ არის. მოვიდნენ რომ აიშო სპიდი ენახათ და იგივე ხსარავს YouTube-ი გადაოს აიშო სპიდი. YouTube-ი გაროტარდება ხსოვს. კი, ალბათ ფეხბურთში ყველაზე დიდი კრეატორი აიშო სპიდი იქნება. ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთი რო იცოდეს კიდე უფრო კარგი იქნება. კი რა, მაგრამ ანუ მაინც. მე იმიტომ რომ ნახე. მაინც ძალიან ბევრი მოიზრდა. როგორც აიშო სპიდი, მან ჩვენ გვეშლება ხოლმე რომ გულშემატკივარი თვითონ არ არის ფეხბურთელი, არ არის შეიძლება არც იცოდეს კარგად თამაში და დიდი ალბათობით არ იცის, მაგრამ ის ემოცია უყვარს და ბევრად უფრო ადვილია მისთვის რეფერირება ეგეთივე ტიპთან, ვიდრე ყოფილი ფეხბურთელი რო კრეატორია, რომელიც რაღაც ფინტებს აკეთებს, იმას აკეთებს, მაგრამ რო უყურებ ხვდები რომ ანუ
მე აფეშოში არ ვარ იმ ადამიანთან შეიძლება შექმნა სპორტის კონტენტი და ამ ნარატივს ატარებს. მაგას ვიძახე სპორტიც კონტენტია სპორტთან ერთად. იმიტომ რომ ეგრო ჩაივლის ახლა ყველა მსოფლიო ჩემპიონატი რაღაც ისტორიებს ვიხსენებთ და არა იმას რა ქვია ვინ რამდენი კილომეტრი გაირბინა ეგ არავის არ აინტერესებს. და YouTube-ი გადაც იმიტომ ვიძახე რომ ჩატარდა ხან მოთამაშეთ ხან რაღაც სხვა გზით ვიყავი ხოლმე მაგ პროექტში ჩართული. იქ ადგილზე ადამიანი პატარა ბავშვები იყვნენ ხო მოსული რაღაც მაყურებლები ამადაიმ იუთუბერები. ხო, ბავშვები რომლებსაც ეგ ემოცია რაღაცნაირად სადღაც რო გაუცოცხლო. მოვა ისე, ხვდები? და რაღაცა 10, 11000 და 12000 კაცი ზოგჯერ რაღაცა ლაივში რო უყურებდა ამ ყველაფერს, ანუ სადღაც არსებობს ინტერესები. უბრალოდ საჭიროა ის სწორი მიმართულებით გაშვება ამის. და ხო შეიძლება რომ ეს რაღაც ისე დავალაგოთ ისე ვიურთიერთოთ კრეატორ სამყარომ და სპორტულმა სამყარო რომ ეს რაღაცა დაალაგდეს და არ იყოს ქაოტური და ის რა ქვია შენ თამაში არ იცი და ჩემთან რა გინდა ან რაღაცა ხო ნუ რა თქმა უნდა ანუ შენი აზრით აი მაინც რა ბალანსი უნდა დავიჭიროთ ამ კარები გავხსნათ უნდა კარები უნდა გავხსნათ ორგანიზაციებმა გულისხმობ კლუბებმა იმ ადამიანებისთვის ვინც შეიძლება იყვნენ აი ძალიან კარგი ესეთი კარიბჭე ჩვენსა და აუდიტორიას შორის მივცეთ ის ახალი ემოციები რაც აინტერესებს ადამიანებს იმიტომ რომ მე მაგას ვიტყვი ის გასახდელი სცენიეს უკან რა ხდება ეგ არის რეალურად რასაც კონტენტი ქვია ხალხი დღეს რომელიც რაღაცა TikTok-ზე ამიჩერებული და 30 წამში და რაღაცა 50 წამში უნდა მოუყვე მთელი ისტორია იმიტომ რაღაც თან პირველი 3 წამის მერე დარჩება თუ არა მას სხვა რაღაცებით უნდა ელაპარაკო ხო იმიტომ რომ გინდა არ გინდა ის ადამიანი თავის უმეტეს დროს იქატარებს და შენ რო გინდა მისგან დროც შენც რაღაცები უნდა გამოიყენო და ეგ ფეხბურთელების მხრიდან ახლა მე მახსოვს ერთხელ ვიდეო გადავიღეთ სადაც ჩაკვე ყავდა სტუმრად 5 წლისთან მეტი შეიძლება იყოს და რაღაც YouTube-ს რო ვიღებდით ხო იქაც უხერხულად გზნობდა თავს და მე რაღაც TikTok ვიდეო ქონდა გადასაღები და იქ კიდე უფრო ის იყო რომ აი უხერხული იყო მისთვის როგორც სპორტსმენისთვის ამ ყველაფრის კეთება იმიტომ რომ რაღაცა მაშინდელი ეს ბუნებრივი განცდა იყო რომ არ არის ეს ჩემი საქმე რა ხვდები? მაგრამ ნუ რაღაც გამოყვა გიორგიდანიას არ ხდებოდა ეს და რაღაცას ხათთ პროცესი ენდო რომ ეს სწორია და მოდი მაინც გავაკეთებ ხვდები და ხა დღეს უკვე ფეხბურთელს რაღაც რო ეგ სოციალურ ჟანრენ დაუმწერი ხარ მაგას ეძებენ ადამიანები ეგ ღიობა ათლეტებსაც უნდა გქონდეთ ხვდები? რა თქმა უნდა რამდენად სკალირებადია სპორტული მედია ბიზნესის მოდელი პატარა ბაზრებში აი შეიძლება თუ არა ასე ვთქვათ რაიმე მოგების ნახვა პატარა ბაზარში გაკეთება სპორტული მედია კონტენტის და ეხა შენ ხო გონია რომ საქართველოში შედარებით არის სპორტული კონტენტი რა მე მგონია რომ ძალიან ცუდ მდგომარეობა მე არ გონია რომ საქართველოში აი როგორ იცი კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა ძალიან ცუდი არა ესეთ ვინც ამ საქმეში არის სპორტის მედიას გულისხმობ არავის არ უნდა ეგონოს რომ ქართული სპორტი რაიმე მხრივ კონტენტის მხრივ წინ არის წასული და ევროპასთან რაღაცა კონკურენტუნარიანია სისულელია ეგ ეხა ევროპას ჩვენს კონტექსტსაც დავანებთ უბრალოდ აი რაღაც პირობითად ევროპის ჩემპიონატი იყო და ის რაღაც ერთი თვე ვიცხოვრეთ რაღაცა ზღაპარში და ყველგან ხედავდით რაღაცა სპორტს ზოგჯერ აჩენს მაგ გავლენას რომ აი სპორტზე რამე თუ გინდა გაიგებ YouTube-ზე ძალიან ცოტაა კარგი სპორტული კონტენტი TikTok-ზე ძალიან ცოტა Instagram-ზე ცოტა Facebook-ზე არაფერს საერთოდ მე მithქვა მინდა რომ რაოდენობრივადაც ცოტაა და ხარისხითაც ცოტაა და მე მსმენი ადამიანისგან აი პირობითად ჯეოთიმის საბასაპანეზე რომ იღებს ახლა მე რომ დავიწყო რა აზრი აქვს ვიღაცისგან ანუ ხვდები ანუ არიან ადამიანები ვისაც გონიათ რომ უკვე ნიშები შევსებულია უკვე ვიღაცებს გონიათ რომ всё ათვისებულია ანუ ის აკეთებს თავის რაღაცას შენ შეგიძლია იპოვო და ანუ რომს ჩამოთვალო რაზე და რეიბზე აკეთებს ხალხი კონტენტს უცხოეთში ანუ უბრალოდ დაუჯერებელია რამდენად დიდი სხვადასხვა მიმართულებები და გზები შეიძლება კონტენტ ლაინებში იპოვო ჩვენსნაირ პატარა ქვეყანაშიც მე ამას ვიძახი სანამ იმდენი არ გვიცდია რომ ეგ სივრცე ნორმალურად აგვეთვისებინოს ანუ საერთოდ იმაზე საუბარი რომ ხელი ჩაიქნიო ძალიან ადრეა ხვდები ჩემთვისაც ერთ-ერთი ესეთი და ფიქრობ ზოგადად ქართული YouTube-საც სამაყო ნაწილი იყო და არის რასაც პირობითად ბეცო სპორტის მიმართულებით აკეთებდა იმიტომ რომ ესეთი იყო ეგეთი შემთხვევა რომ აი სპორტული მედიასავით მოვიქცეთ რომელსაც აქვს ტექსტური
მიმართულება, აქვს YouTube მიმართულება, აქვს სხვა მედიებში მიმართულება, თან თოცხლად საფეხბურთო გამოცდილებასაც ყიდის, თან ჩამოიყვანიათ გუნდები, პლუს მაგას დავუმატე ფორუმს ატარებს, სადაც რაღაცა საკითხი ხდება, ანუ ჯამში ხო რაღაცა არის. ჩვენ ეგეთი ბევრი გვჭირდება, ხვდები? ჩვენ გვჭირდება ეგეთი ბევრი რაღაც, რომ ადამიანებმა ეს რაღაცა ცხოვრების სტილად გაიხადონ. იმიტომ რომ ის რო პირობითად ხა მადლობა საბარსაპანაძეს რომ დადის ყველგან და ინტერვიუებს ატარებს, გარნიშნავს რომ всё, საქართველოს ნაკრებზე მე ვიდეოს ვეღარ გავაკეთებთ, ხო? იმიტომ რაღაცა კუთხე იპოვე, რაღაცა მიმართულება უპოვე და მე უკვე გამოჩნდება ეგ სკალირების გზებიც, იმიტომ რომ თელს სოფლიოში სადაც არ უნდა შეხვიდეთ, სპორტი, entertainment, ეგრეთ წოდებული ეს travel მიმართულება არის ის სამი, რაც აი თუ პირობითად 10 ადამიანი არის მაყურებელი თლიანად, ამ სამს უყურებს 7 და სხვა ყველაფერს დანარჩენი 3, ხდები? ეხა გარინებულმა რომელიც თავის მედია კომპანია, მე თავის მედია კომპანია გააკეთა, ხო, ეს overlap-იც მისი გადაცემა, სხვა კრეატორებთან და იუთუბერებთან, ვინც ეს ფეხბურთელი რო იყო და ისინი აგინებდნენ რაღაცა აგინებდნენ როგორც ფეხბურთელს, იმათთან კონტრაქტები დადო და აფართოებს ამ სივრცეს, იმიტომ რომ უნდა რომ ხა მესმის ეს ინგლისია და დიდი რაღაც ბაზარია, მაგრამ დიდი ბაზარი ყოველთვის მაგრამ რაღაც Sky Sport-ი და ვიღაცები იყვნენ ღმერთები და არა ვიღაცა შენაერიან, ჩემნაირი ტიპი მიკროფონთან როდის, მაგრამ უკვე ვიხდე ეგრე აღარ შეიძლება ხდები და კოლაბორაციებს აკეთებენ. კრისტიანო რონალდო შემოვიდა YouTube-ზე მართლა ყველაფერი არასწორად გააკეთა, რაც კი შეიძლება გააკეთებინა შემდეგ, მაგრამ უცებ რაღაცა 70 მილიონი ადამიანი გაყვა, აი რას იზამ ხდები? და რა ქნა, რომ აი სპიდი, მისტერ ბისტ და ვიღაცებთან რომ ამ სივრცისთვის ადეკვატური იყო, ხდები? მასაც ჭირდება ეს. ერლინგ ჰალანდს აქვს არხი, იამალს აქვს არხი, ვიღაც ტიპებს აქვს არხი, ოღონდ ყველას ერთნაირი არავინ იქ ბურთით არ დარბის მაგ არხზე, ხდები? სხვანაირი კუთხე იპოვეს თავისი თავისი. მაგას ახლა შენ როცა მეტყვი რომ ერთი 10 ფეხბურთელს ქართულს ვინც ეგ სადა და არ გამოვიდა, მაშინ გამოყვები იმაში რომ აზრი არ დააქვს ჩემს მაგას თქო. აი UFC ფაითერები რო იყო cooking channel-ები აქვს, აი ვოლკანოვსკის ვოლკის, მაგას ვიძახი, ვოლკის ეგ რო აქვს. ვოლკიმ ძალიან კარგად თან გაყო რა, ვოლკი დიდი ჩემპიონია და შეიძლება მის გარეშეც თავისი ის ქონოდა ნიშა, მაგრამ აი მაგათ ახლა ილათოფრია როცა იბრძვის UFC-ს 250-ზე, იმას აქ Freedom 250-ზე, ანუ თეთრ სახლში დაიწყო დოკუმენტურების სერია, გზაა თეთრი სახელსკერო, ეგ ყველაფერი ივენთად აქციოს. და ეგ სტორია, ხდები? პოდკასტებშიც და შესავალია და ყველაფერი ივენთი. ეგ რო სხვებთან დადიან, ეგ არის ერთი მიმართულება. მაგრამ ისო თავიანთი ნარატივები ქონდეს თავიანთ სოციალ-მედიაში, ეგ ძალიან ცოტას აქვს, ხდები? ძალიან ცოტას აქვს, რომ თვითონ ფლობდეს უფლებას საკუთარ თავზე, საკუთარ პროდუქტზე და ეგ იმიტომ რომ გაჩვენებს იმას, რაც თვითონ უნდა და როგორც თვითონ უნდა. ხდები, იმიტომ რომ ხა მთელი ოჯახური დრამა გაიარა, ხო, მაგრამ ისე დამალა ეგ რა, ადამიანზეც უნდა და რა დაემალა. ნიბადო. და ეგ რო გაქვს შენს ხელში, იმიტომ ვიძახი რომ მე ნაბძვალიშვილს უნდა კონდეს თუ არა ეგეთი გამართული, კი, რა თქმა უნდა კონდეს. ხუშაკარაცხელას უნდა კონდეს თუ რა თავისი უცხო, კი, რა თქმა უნდა კონდეს. ქოჩორას, მამარდას, ყველას ვისაც აქვს იმის ფუფუნება ტექნიკურიც და ასე ვთქვათ ფინანსურიც ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ყველა იქით ნახე ეხლა რო ჩათვალო ერლინგ ჰოლანდ შეიძლება რაღაცა generational money-ს რო ეძახია რა, თავებს რო გადაწყდება იმდენ შოულობს, მაგრამ იმანაც იცის რომ გავა ერთი 10 წელი და შეიძლება გამოელიოს გარდა, ანუ მორჩება ფეხბურთი მის ცხოვრებაში. ხო. რა ასაპირებ მე. კი. ხდები და მას უნდა რომ კონდეს საქმე, მას უნდა რომ კონდეს ააშენოს პლატფორმა, იმიტომ რომ მანაც იცის ყველა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს, სანამ კარგი ხარ, მანამდე ჭირდები, ვისაც ჭირდები. კი, ჩვენც აი ზუსტად პირველი პოდკასტის პირველი ეპიზოდი რო ქონდა, ზუსტად მაგის განმოცემას ვცდილობდით რა, რომ აი მოთამაშე როდესაც გინდა ახალგაზრდა როცა ხარ უკვე აი რაღაც 20 წლის ასაკია უკვე გათვლილი თუ არა, ანუ რაღაც დონეზე მაინც უნდა იცოდე და მინიმუმ წარმოდგენა მაინც ქონდეს, რომ ფეხბურთის მერე შენ ბურთის მერე რას გააკეთებ რა. აუცილებლად ყველა სპორტსმენმა ყველა სპორტში, იმიტომ რომ აი UFC-ც ახსენე, იქ კიდევ უფრო ბრუტალური არის, იმიტომ რომ შენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე თამაშობ. ნებისმიერ წამს შეგიძლია. კრივში, არ მე მას ვძახი, ყველა პირველ ქართველზე რადგან გული შეგტკივა, რომ იქნება ეს მოჭიდავე თუ იქნება რაღაცა, ან ნახე ოლიმპიური მოჭიდავე, ან ოლიმპიური მედალი რო გაქვს. ეგ ჭიდაობაში ვიცით რა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ხა ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს ფეხბურთში ოლიმპიური ოქრო, მაგრამ ხო ხდები ეგ ნიშნავს რომ სადღაც ძალიან
ექსკლუზიურ ელიტარულ ადამიანთა ერთობაში ხარ, ხვდები? და ეგ ნიშნავს, რომ შენ რაღაც ავტომატური ყურადღების რაღაც ესეთი მაგნიტური ორბიტა გაქვს, შეგიძლია. მაგრამ რა, ვინ ყავს ეგეთი, ვინც ჩანს და რაღაცა. მაშინ როცა რაღაც ამერიკაში, ევროპაში ტიპი ოლიმპიადასთან, გვერდზე თუ გაირბინა რაღაცა, შეიძლება ამაზე გააკეთოს იმხელა აქცენტი, რომ ააშენოს და ამიტომ ვიძახი, ეს პლატფორმებს თუ არ აშენებ, აუცილებლად იცი რა, 35 წელს რო გახტები და იქ უკვე ახალი ტიპი გაიჩითება. შენი ადგილი აღარ არის და გიწევს და მანდაც და მადლობას ვეტყვი იმ ქართულ მორაგბეებს და სპორტსმენებს და სხვებს, ვინც ხშირად მენტალურ ჯანმრთელობაზეც კი საუბრობენ, როცა შენი საყვარელი საქმიდან ასე უცებ გაითიშები და გრჩება ცხოვრებაში სიცარიელი. და ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევა მსმენია, უბრალოდ ქართველებს იმიტომ უცნობ ხალხს ძალიან იშვიათად და ძალიან გვიჭერს ამაზე საუბარი და ყველა დასაფასებელია, ვინც ღიად საუბრობს ამაზე, რამდენად ძნელია მაგ ყველაფერს გადალახვა. და მინიმუმ მაგისტრის მინიმუმ ჭირდებათ, რომ ეს რაღაცა საკუთარი ისტორია თვითონვე წერონ და ვისაც დაბრკოლება გაქვს, რომ კარგი კამერა და რაღაცები არა გაქვთ, აუცილებლად ნახეთ იამინ იამალის პირველი ვლოგი მის YouTube არხზე და მიხვდებით, რომ არაფერი მაგისთვის საჭირო არა, უბრალოდ საინტერესო რაც გაქვთ, ის გამოიტანეთ. აი UFC ვახსენეთ და მერავდვალიშვილი და მე მინდა აღვნიშნო, რომ მერავდვალიშვილი სასწავლო კონტენტს ქმნის. რამე ძალიან მომწონს. ეხლა ხალიფსოვ სპონსორებსაც აჩენს, აი დაუშვათ ბორჯომს, ნაბეღლავს აჩენს. და აი რაღაცა გოგონებთან ერთად ხშირად ხდება ხოლმე ხან შონომალის პროტოტიპს ცემს, ხან ამაშება, ხან იმაშება, ვოლკანოვსკისთან ერთადაც გააკეთა კოლაბორაცია და რავი, ბევრი რაღაცა გააკეთა და TikTok-ზე არის, Instagram-ზე არის და ფიქრობ, რომ აი მერავდვალიშვილი ნაცელი მაგალითია იმის თუ აი დაახლოებით როგორი კონტენტი უნდა შექმნას, თუნდაც მებრძოლმა, ფეხბურთელმა, კალათბურთელმა, რომ სხვა კუთხით დაანახო შენ მაყურებლს და საზოგადოებას. შეუძლია უბრალოდ, რომ ეგ ყველაფერი რაღაც სტრუქტურაში რომ ჩაჯდეს. სტრუქტურაში რომ ჩაჯდეს და რაღაც ესეთი სტრატეგიული ხაზი კონდეს მაგ ყველაფერს. ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება მაგით რა, იმიტომ რომ მან ნახე რა თემა არის. ეგ ყველაფერი დაიწყო იმიტომ რომ მოეპოვებინა ის შანსი, რასაც ქვია სატიტულო ბრძოლა. მაგრამ როცა ჩემპიონი ხდები, მან კიდე რაღაც ახალი ელემენტები უნდა შემოიტანა, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი უკვე აღარ გჭირდება. მე როცა ერთხელ დაიცავ, კიდევ სხვა. მე ხა როცა აგედა უკვე უნდა დაბრუნდე, კიდევ ხდები, ეგ ცვლილებები და მოქნილობა არ აქვს ახლა ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ბუნებრივია თუ არ ყავს რაღაც YouTube სტრატეგია, არ ყავს ეგეთი მობილური გუნდი ძნელია, მაგრამ ზოგადად ამას აკეთებენ ხოლმე, რომ ყველა სცენარისტვის აქვს რაღაცა ესეთი მიმართულებები და ხაზები სპორტსმენებს და მაგიტო ჭირდებათ გვერდზე ჭკვიანი ადამიანები, ვინც ეტყვია, რომ ვინც აი წერასთან დაგეხმაროს, უნდა პრევენციაში იმ რაღაცების რა. ხდები, იმ რაღაცების, აი შენ მაგალითად თუ კი ეს ერთ შენს რაღაც ნარატივზე ან ხაზზე ააგებ ტელეკომუნიკაცია, ის მე არ უნდა დაგინგრეს, ისე არ უნდა ააგო, რომ მე ბრახ ერთი მუშტი მოხდა ცხვირში და აი მე ხა საწავიდეთ, ხდები და ეგ კარგად აქვს ნასწავლი რა. ხა მაგალითად კონორ მაგრეგორი მაგის იმიტომ იყო სუპერსტარი. რატო გახდა ეგ ადამიანი სუპერსტარი? ეგ იყო ადამიანი, აი როცა ჩახედოთ იმას, რადგან ბიზნესის კუთხით უდგებით, აი Forbes-ია სპორტსმენების ჩამახედავ, ხედავ რომ მესი რონალდო, ხან ლებრონ ჯეიმსი, მაქსიმუმ ან ვიღაც ტაიგერ ვუდსი გაიჩნდა და ერთადერთი ან დაუჯერებელი თემა არის, რომ კრისტიანო რონალდოზე მეტ ფული იშოვა ტიპა, როცა კრისტიანო იყო პიკში და მე გრძელდება ისო ძოლებურად სია. და რითი იმით ხარ გავკეთები, გარდა იმის რომ ძალიან კარგად იქნებოდა ხელს და ფეხს, ანუ ეგ ის არ არის რომ დაბალ დონის მოჭხვარია და ამით გაყიდა. არა, ის არის პროდუქტი, ის იყო კარგი პროდუქტი რინგზე, რინგს გარეშეც და ფეხმოტეხილიც კი რინგზე ზის და ჯოროგანს ინტერვიუს აძლევს თავისი წაგების პოსტ რეაქციას. ხდები, ეგეთ რაღაცები მას რო არ ეშლება. ეგ ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. იმიტომ რომ trash talking-ი გამოდიოდა სასწაულად და სოციალურ მედიამ აიტაცა. ეს კონფერენცია პრესკონფერენცია იყო ალბათ ზოგისთვის ჭუბზე საინტერესო, რომ კონორ მაგრეგორი რას გამოვა და რას ეთყვის. ხაბიბს რას ეთყო და ნეიდიას რას ეთყო და ეგ აი ხა ხაბიბი და მე არ ვარ ყველაზე
ისეთი იდეალური ადამიანი, ვისაც ხა მთელი ეს UFC-ის ეს ნაწილი შეიძლება კითხოთ, მაგრამ ის შოუ, ანუ მე ჩემთვის რითაც მიიქცია ყურადღება, იყო ეგ თემა, რომ ჟოზე ალდოსთან ის 13 წამი და მე ხავითა რაც მოხდა, ეგ იყო ის ორი წერტილი, რაც ყველაზე ადრინდელად მახსოვს მე, რომ რა ხდება და მაგიტომ იყო რომ მაშინ პრესკონფერენციები ტარდებოდა კონორის რაღაც ბრძოლამდე 4 სხვადასხვა კალაქში და თელს ოფლიოში ატარებდა, იმიტომ რომ ეს იყო შოუ და დღეს 20 წუთიან პრესკონფერენციებს უყურებთ. UFC გახადა UFC რა ეს მოვყედო. გიხმარება, ანუ არის მე ვერ დაგეთახმე მაგაში რომ კონორ მაგრეგორმა გახადა UFC. ჩემი აზრით რა მე ეგრე ძალიან ბევრი მაგარი მებრძოლი ყავდა. მაგრამ კონორამდეც და კონორის ჯონ ჯოუნსიც ავიღოთ. ახლა ჯონ ჯოუნს რა კონტენტს ქმნის, არანაირ კონტენტს არ ქმნის, ხო, მაგრამ ჯო როგენი და დენა ვაიტი იმდენად ასე ვთქვათ როგორ თქვა, სწორად არ ვიცი, იმდენად ასე ვთქვათ მოხიბლულები არიან ჯონ ჯოუნსის პიროვნებით, რომ კონტენტი შექმნეს UFC-ში, რომ ეს არის საუკეთესო მებრძოლი, კი არა საუკეთესო ადამიანი მთელ მსოფლიოს ისტორიაში, გააღმერთის ტიპი ჯონ ჯოუნსი. მან თუ გიყოლებათ MMA-ის ასე ვთქვათ ექსპერტები გეტყვიან, მაგრამ ჯონ ჯოუნსის კონტენტი არის კანონგარეშე ცხოვრება. კი ბატონო. რეალურად მის იმიჯის ეგ ცუდი ნაწილი აქვს, რომ რაღაცა სოლების წინ გამოიჭირეს რამდენჯერაც სცადეს იმდენჯერ არასანქციონირებული პროდუქციის მოხმარებაში, იქ რაღაცა როცა შენი შვილი რეკავს პოლიციაში, რომ რაღაცა შენ მამამ და შენი ცემა და თელსოფლი ამას უყურებს, ანუ მან ასე ვთქვათ, კარგი ადამიანობა უკვე ძალიან ცუდი ტერმინია, მაგრამ ეგეც კონტენტის შექმნა. ხო, მაგას ვთქვი, ცუდი ბიჭის იმიჯიც არის კონტენტი, უბრალოდ ახლა თვითონ ეგ მისი რაღაცა პიროვნული დემონების დამსახურება უფროა, მაგრამ კონორში იმას გეთანხმები, რომ მან რაღაცა აჩვენა გზა, როგორ შეიძლება გახდეს საინტერესო ის 15 თუ 25 წუთი, რომელსაც ის რინგში გაატარებს. და ამ გზის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი როა, რომ ეს როგორ შენდება ეს პროცესი, ეს ბილდაპი. ამის რაღაც მაგალითები მოიტანა თვითონ. ეგ არნიშნავს, რომ ყველა მეგრე უნდა თქოს და ყველა ერთმანეთს რაღაცები აკეთოს, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც მე წაგების შემდეგაც სწორად რეაგირებდა ხდები. ამდენს ვილაპარაკებ, რომ ამას გიზავი, მას გიზავი და მე პირველად ფეხი მოხდება და დაეცემი, მაშინაც უნდა შეგეძლოს სწორი კომუნიკაცია. ეგეთ რაღაცებიც არ ეშლებოდა მას, სანამ რაღაცა იმ სხვას არ გადასცა და მაგას ვთქვი, რომ ეგ გზები შექმნადია. ფეხბურთში ვიცი და სხვა სპორტში შეიძლება უფრო ძნელი იყოს, იმიტომ რომ ბევრად აკონტროლებენ მან. როგორც აღნიშნეთ, მედია კომპანიები არის უკვე ჩართული. აკონტროლებენ და ხა ჩვენ ყველა ვიცით, რომ ფეხბურთელს ყიდულობს მის სარეკლამო უფლებებსაც კლუბი დიდწილად ყიდულობს და იმ კლუბის მერე უკვე თავის სტრატეგიაზე რამდენად შეძლებს ეს ფეხბურთელი რაღაც, მაგრამ მე მგონია ის რაღაც საკუთარი ჩენელები, არხები რომ კონდეთ და აკეთებდნენ იმ კომუნიკაციას, რასაც თვითონ აუთენტურად სწორად მიიჩნევენ, უბრალოდ ცოტა ისეთი სტრატეგიული ცვლილებები, სტრატეგიული გაგნებებით ბუნებრივია, რომ კომერციულად ეგ ხაზი ბევრად მეც დაიჭერს და მის რომ ეხლა შეიძლება როიკინისნაირი ფეხბურთელები, რომელსაც სოციალ-მედია სულდათ მთელი პერიოდი ინტერვიუებს არ აკეთებდნენ, მაგრამ ეხლა ზის შოუებში და აკეთებს რაღაცას, შეიძლება მისთვის მომაბეზრებელი იყოს რაღაც ესეთი პერსონალური არხი და ბრენდი კონდეს, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ამისადლობა აქვს. მაინტერესებს, რამდენად არის სკოა პლატფორმაზე ზედმეტი დამოკიდებულება. ბრენდის მხრიდან? ბრენდის მხრიდან. იცი რა არის? არსებობენ ეგეთი ბრენდებიც, რომლებიც ბევრად უფრო რაღაცა სოციალურ მედიაში თავის წარმოჩინებაზე არიან დამოკიდებული. ანუ მათი ბრენდი ბევრად უფრო მეტად დგას მათ კომუნიკაციაზე, ვიდრე რაღაცა მათ შედეგებზე და ეგ ცუდი არ არის ზოგადად, მაგრამ ნახე სარისკო არის თუ კი ამ ყველაფერს აკეთებ ქაოტურად, დაუგეგმავად, სტრატეგიული გათვლების, სწორი რაღაცა კონტენტ ხაზების, რაღაც და სწორი ადამიანების გარეშე. მან და არის, იმიტომ რომ სწორი ადამიანები არიან ის ადამიანები, ვისაც ეგეთი მოდელები და პროცესები ბევრჯერ აუწყიათ, ბევრჯერ გაუკეთებიათ, უნახავთ და იციან ეს რისკები და შეუძლიათ წინასწარ გაგაფრთხილონ, ხდები? ამიტომ ვიძახი, რომ ეგ კითხვა იქნება უფრო რელევანტური, როცა ვნახავთ, რომ ეს ქართველი სპორტსმენები სპორტული კლუბები, სპორტული მაღაზიები, თვაი ნებისმიერი ვიღაცები ცდიან და რაღაცებში აირევიან, მაგრამ აი ოდნავადაც ახლოსაც კი რო არა ვარ თამაშთან, აი ძალიან ძნელია მაგაზე ისაუბროთ. მაგაზე დამოკიდებულება არის ცალკე საქმე, ხდები? ეგ ხო არ არის რომ სპორტის მუშაკებმა, სპორტულმა დირექტორმა და მწვრთნელმა უნდა აკეთო, იმათ თავიანთი საქმე იქნებოდ ყოველთვის. უბრალოდ კომერციული დირექტორი, როცა ხარ არ მარკეტინგის დირექტორი ხარ, შენ აქედან ამ საქმეებს აჩვენებ და მიგაქვს აუდიტორიაზე ისეთი ფორმით, რომელიც კლუბის საერთო ღირებულებას ჭირდება. და
ამას ვიძახი, რომ თუ კი არსებობს ეგ საერთო ღირებულება, ეხლა მე მაინც მაინტერესებს კლუბთან რომ მივიდე ფეხბურთის და ვკითხო, თუნდაც აი რა იცი საკუთარ აუდიტორიაზე, საკუთარ ფანებზე, აი რითი განსხვავდება მისი ფანი სხვა კლუბის ფანისგან. შენ ვაფერ ვერ გითხრას, სოგ მოხდები. ანუ იქიდან არის დასაწყები ყველაფერი და რომ მივალთ იქამდე რომ მათთან კომუნიკაცია გვექნება, ვიცნობთ ყველას ახლოდან, ყველას რა რაღაცა ერთობა რა ხო ესე არ არის შენაირი ტიპაში არის, კიდე ბევრი 5000 კაცი ხო და აი ტიპაშებს როცა გაიცნობ, მე არ არის ეგრას არისკო ხო ხდები, ადამიანს ოიცნობ მასთან კომუნიკაცია რაღაც დროის მერე ისე აღარ შეგეშლება, ისე შეცდომას აღარ დავუშვებ, რომ ას თავი მოაბეზრო, თან ხო ხედავ არა ცოცხალი პროცესია, თუ ხედავ რაღაცა გახვედი, გასცდი ყველაფერს, გააქვს მუხრუჭების და ანუ ძალიან ცოცხალი პროცესია ეგ და ამიტომ ვიძახი რომ რაც უფრო მალე დავიწყებთ, აი აუცილებლად უფრო მალე დავუშვებთ შეცდომებს და აუცილებლად უფრო მალე ვისწავლოთ მაგ ყველაფერს, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაგვიჭირდება. ბატონო. ბოლოსთვის რეზი რამის ხო არ ეტყოდი ჩვენს მაყურებელს ან ჩვენ რამე ფიდბექი რაც გაგაჩნია. თქვენს მაყურებელს იმას ვეტყოდი რომ თუ ყავთ თუ ერთგვარ მაყურებლები რომ რაღაცა ხარი დაგიჭერონ და აქტიურად ჩაერთონ იმაში რომ რაც თვითონ უნდათ ის მიიღონ, იმიტომ აუდიტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ კი აქტიურად იქნებიან ჩართულები ფიდბექი მოგცემენ ეგ ძალიან დაგეხმარებათ. თქვენ კი გეტყოდით იმას რომ თქვენს თავს უკვე დროა შეხედოთ როგორც სპორტულ მედიას, თქვენც ასევე მუშაობთ თქვენ სტრატეგიაზე, საიდგინეს წახვიდეთ, რა კონტენტ ხაზები გქონდეთ, როგორ გააკეთოთ ეს ყველაფერი, რომ არ დაემსგავსოს ესეც რაღაცა ქაოტურ პროცესს, რის გამოც რაღაც დროს ენთუზიაზმი მორჩება და მიხვდებით, რომ ვეღარ გააკეთებთ და აი ეს საქმეს სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მე ეჭვარებ, რომ ისედაც ფიქრობთ მაგ ყველაფერზე, მაგრამ თან პროცესებიც გააყოლეთ გვერდზე, რომ როცა რაღაცა ცუდი დღე იქნება და ცუდად გაიღვიძებს, ეს პროცესი მაინც თავისით მიდიოდეს და არ იყოს დამოკიდებული თქვენს განწყობა ხასიათებზე. ბატონო, მადლობა. მადლობა თქვენ. თქვენ უყურებთ Business Behind Sports, Beyond Sports-ის მეხუთე ეპიზოდს. ჩვენი ეპიზოდის წარდგენის სპონსორი და პარტნიორია King Kladze Foundation. მადლობა ყურადღებისთვის.